ბათუმში პირველი საერთაშორისო სპორტული ფილმების ფესტივალ ნიკეს დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ფესტივალში ჯამში 60-მდე ფილმი მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით 14 ფილმი შეირჩა როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული. ფილმები სხვადასხვა კატეგორიაში იყო ნომინირებული. 14 შერჩეულ ფილმს შორის იყო აფხაზეთიდან დევნილი რეჟისორის ენემეო სიდიანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი სოხუმის ფეხბურთელი მერი. ფილმის სცენარის ავტორი ასევე აფხაზეთიდან დევნილი მწერალი ნანა ქარდავა გახლდათ. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სოხუმის ფეხბურთელი მერი, რომელიც გურამ გაბესკერიას ხსოვნას მიეძღვნა გმირის ემოციური პორტრეტის შექმნისთვის, ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. ფილმის რეჟისორს განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცა და კიდევ ერთხელ გაიხსენა ქართველი გმირი გურამ გაბესკირია. საერთაშორისო სპორტული ფილმების ფესტივალის ნიკე დახურვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ძალიან კარგად ჩატარდა, იყო წარმოდგენილი ძალიან ბევრი საინტერესო ფილმები, მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი. საინტერესო არის მე მგონი ბათუმში მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბათუმი კინემატოგრაფიული ქალაქია, სპორტული ქალაქიც არის. პირველად ტარდება, ამას აღნიშნავს საქართველოს საერთოდ სპორტული ფესტივალი. მე მგონი ეს ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს და გაგრძელდეს მომავალში. პირველში უნდა აღნიშნო და მიულოცო ბათუმს დააჭარას პირველი კინოფესტივალი, სპორტული კინოფესტივალის გახსნა საოცარია, არაჩვეულებრივია, ძალიან ბევრი წარმომადგენლობითი სტუმარია სხვადასხვა ქვეყნიდან და განსაკუთრებით გასახარია, როცა ჩვენი აფხაზეთის რეჟისორის, ჩვენი ბატონი ენემეო სიდიანის ფილმმა გაიმარჯვა ერთ-ერთ ნომინაციაში, რომელიც ეხება ჩვენი გმირის, ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას ცხოვრებას, მოღვაწეობას, სპორტული კუთხით, მაგრამ ხაზგასასმელია ბატონ გურამი ჩემპიონი იყო როგორც სპორტში, ისე ღირსებით კაცობაში და განსაკუთრებით გმირობის მაგალითი ჩვენი აფხაზეთის და მომავალი თაობების გასახარად და თვალსაჩინოდ. ძალიან დიდი პატივია ამ ფესტივალში ჩემი მონაწილეობა, ვინაიდან ეს პირველია საქართველოში ეს ფესტივალი საერთაშორისო და რა ვიცი, აქამდე რომ მოვედით, მე ვთვლი რომ ეს ფილმი უკვე გამარჯვებულია. ფილმის იდეა მომაწოდა ქალბატონმა ნანა ქარდავამ, რომელმაც მთხოვა რომ გავუკეთებია ერთად ფილმი სოხუმელ ფეხბურთელ მერზე. ეს გახდათ გურამ გაბესკირია, რომელიც ომის პერიოდში იყო სოხუმის მერი და თქვენ მოგეხსენებათ ბატონმა გურამმა როგორ დაასრულა სიცოცხლე, უბრალოდ ის ტყვე დაიყვანეს და შემდეგ დახვრიტეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდოდა მისი არქივიდან გაგვიკეთებია პატარა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რაც საბოლოოდ ძალიან მოკლე დროში შედგა. ჩვენი საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკერიას, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს უახლესი ისტორიიდან, როგორც მერს, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ გურამ გაბესკერია ასევე გახლდათ სპორტსმენი, ის იყო ახალგაზრდობის წლებში ფეხბურთელი, შემდეგ მოგვიანებით გახდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ბოლოს ომის დაწყებამდე მან ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი ცხუმი, რომლის პირველი პრეზიდენტი გახდათ თავად. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ აი ამ კუთხით წარმომეჩინა მისი ღვაწლი. და მე თქვა ამ ფილმით, რომ სოხუმს ჯერ კიდევ როდის ხავდა ფეხბურთელი მერი.